მოგესალმებით კლინიკა მიკროდერმატი. მე გახლავართ ნინო ხუჭაძე, კანისა და რბილი ქსოვილების ქირურგი. დღეს ვისაუბრებთ სებორული კერატომების შესახებ. სებორული კერატომები არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, რომლებიც ვითარდება კერატინოციტებისგან და ეპიდერმისის ზედაპირულ შრეებში ხდება მათი განვითარება. კანზე არის მანიფესტირებული როგორც ყავისფერი ლაქები, თავდაპირველად ვითარდება როგორც ლაქა, არწიანი ყავისფერი, ხოლო შემდგომ მუქდება, იკეთებს კერატინის ნადებს, ქერქს და ვიზუალურად არის არასასიამოვნო შესახედაობის. ძირითადად გვხვდება მოზრდილ ასაკში, თუმცა ინსოლაციის გაძლიერების ხარჯზე და გასაროჯე მოწყობილობის მეტად გამოყენების ხარჯზე მათი გაჩენა მეტად ახალგაზრდა ასაკშიც გახდა უკვე შესაძლებელი. არის სრულად უსაფრთხო, კეთილთვისებიანი, არ გვარდება ავთვისებიან სიმსივნეთ. შეიძლება მათი ტრავმირება მოხდეს და გამოიწვიოს ადგილობრივად პრობლემები ინფექციის სახით, რაც არის მოგვარებადი ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალებები. კლინიკა მიკროდერმაში შეგიძლიათ მოიცილოთ ნებისმიერი მეთოდით სებრული კერატომა, როგორც ქირურგიული წესით, ასევე ელექტროკოაგულაციის ან კრიოდესტრუქციის საშუალებით.